პრაქტიკულად ყველა რეგიონში, ფრონტის ყველა ხაზზე არსებობს კრიტიკული წერტილი, სადაც უკრაინელები იძულებულები არიან, რომ უკან დაიხიონ. ეს ხდება ზაპოროჟიეს ოლქში, ეს ხდება დონეცკის ოლქში, ეს ხდება ხარკოვის ოლქში, ანუ პრაქტიკულად რამოდენიმე ადგილას უტევენ რუსები უკვე და იმ ტერიტორიებს ვეღარ იცავს უკრაინა. შეგვიძლია სხვათა შორის რუკაზეც ვაჩვენოთ და ეგ რაზე მეტყველებს? ეგ თვითონ ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინის რესურსები არის ამოწურვის პირას. რესურსებში მე გულისხმობ როგორც ცხადია შეიარაღებას, ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული რაც არის ამ ომისთვის, ცოცხალი ძალა. აი ნახეთ ახლა რომ მიხვდეს მაყურებელი შეტევა ახლა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში აქტიური შეტევებისად ხორციელდებოდა ეს ნიშნულები წითლად რომელიც არის ესენი აჩვენებს რუსების აქტიურ შეტევებს და აი ლურჯად არის უკრაინის აქტიურ შეტევებს აი ამ ადგილზე პატარა მონაკვეთში უკრაინელებმა განახორციელეს შეტევა. რუსები ახორციელებენ ფაქტიურად ერთი ზაპოროჟიეს მიმართულებით და აი ეს მონაკვეთები ხედავთ აი ეს მონიშნული მონაკვეთები არის უკანასკნელი ერთი თუ ორი კვირის განმავლობაში ერთი კვირანახევრის განმავლობაში დაკავებული რუსების მიერ ტერიტორიები ანუ ავითარებენ შეტევას ზაპოროჟიეს ძალიან ახლოა უკვე და აი ეს გულიაიპოლე აქ ერთ-ერთი საყრდენი ქალაქი რომელზეც გადის პირველი თავდაცვითი ხაზი, რომლის სამხრეთითაც აი ამის ზურგში შედიან და გულიაიპოლეს აღებას აპირებენ და მე გასვლას აი აქ არის მეორე თავდაცვითი ხაზი ზაპოროჟიეს სხვათა შორის ამ თავდაცვის ხაზს ჩრდილოეთიდან შემოვლას ცდილობენ რუსები რომ იქით უკვე მასშტაბური თავდაცვითი ხაზი აღარ არსებობს და განვითარება ამ შეტევის ხდება ზაპოროჟიეს მიმართულებითაც აი რომ მიხვდეთ დაახლოებით 1 წლის წინ აიღეს უგლედარი, აი ეგ არის უგლედარი. ხო, სხვათა შორის აი აქედან აი ეს არის აღებული, აქედან აქამდე მოხდა შეტევის ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ზუსტად მახსოვს 2024 წლის 1 ოქტომბერს დაეცა უგლედარი. ანუ ერთ წელიწადში უგლედარიდან ჩრდილოეთით და დასავლეთით რამხელა ტერიტორია აიღო რუსეთთან. ანუ ზუსტად მაგ სისტრაფით, ანუ მაგ ეგ ტენდენცია რო გაგრძელდეს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ერთ წელიწადში რუსები ზაპოროჟიესთან იქნებიან. ხო, მიუახლოვდებიან ქალაქ ზაპოროჟიეს. ეს არის ზაპოროჟიეს ოლქის დარჩენილი ნაწილი, ხო? პარალელურად მიმდინარეობს შეტევა და თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ საუბრობდით პოკროვსკის მიმართულებაზე შეტევაზე. პოკროვსკი არის ამ ტერიტორიაზე ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი და თავარი გამანაწილებელი ერთ-ერთი მთავარი გამანაწილებელი და საყრდენი ხაბი იყო. პოკროვსკი უკვე აიღეს რუსებმა და მის გვერდით დარჩენილი მეორე შედარებით მცირე ქალაქი მირნოგრადი. აი ეს არის ნახევარ ალყაში მოქცეული და ნუ ფაქტიურად დარჩენილია დღეები ალბათ აქ უკვე რაღაც აგონიაა. ამ ქალაქის აღების შემდეგ პრობლემა ექნება აი ამ სლავიანსკ-კრამატორსკის ხაზს, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, გადიან რუსები. აქ არის ფაქტიურად სლავიანსკ-კრამატორსკის მომარაგების ხაზი, სამხრეთიდან აუცილებელი კვანძი იყო პოკროვსკი და აქედან შემდეგ არის აი ჩრდილოეთი დობროპოლიე, აი ამ დობროპოლიესკენ განავითარებენ შეტევას და ეს ორად-ორი შედარებით დიდი გზა, რომელიც ამ ქალაქების მომარაგებისთვის არის, აქედან უკვე იჭრება ძალიან ახლოს არის. და აქეთ განავითარებენ შეტევას, რათა იქით ქალაქი პრაქტიკულად აღარ არის. შემდეგ დიდი ქალაქები აღარ უკვე პატარა დასახლებებია და აქ ეს მთავარი საყრდენი კედელი სლავიანსკ, კრამატორსკ, კონსტანტინოვკას სახით მომარაგებისგან აქედან გადაიჭრება და პარალელურად აგერ ხედავთ ჩრდილოეთიდანაც უახლოვდებიან, რათა მეორე გზა ხარკოვიდან მომავალი აი თავდაცვითი კედლისა გადაიჭრას აი ეს მეორე სიცოცხლის გზა, რომელიც რესურსებით ამარაგებს ამ მიმართულებას. აქ უახლოვდებიან ერთი ქალაქ სევერსკს, უახლოვდებიან უკვე აი რომელიც ასევე იღებენ უკვე დაცემის საფრთხის წინაშე დგება და მეორე მნიშვნელოვანი ქალაქი არის ქალაქი ლიმანი. ეს ლიმანი ერთი წამი
აქ არის ლიმანი ცოტა ზევითაა. ო, აი ქალაქი ლიმანი. აი ეს არის ქალაქი ლიმანი და ამ ქალაქ ლიმანსაც ნახევარალყას უორგანიზებენ ქალაქი ლიმანის აღების შემდეგ უკვე ეს გზა მეორე გზა სლავენ კრამატორსკის მიმართულებაზე დადგება საცეცხლე კონტროლის ქვეშ და დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ აიღეს კიდე ქალაქი კუპიანსკი რომელიც აი მდინარეზე მდებარეობს ამის აქეთ ეს ჯიბე არის მდინარის გადაღმა და ამ ტერიტორიებსაც ნუ წინ მიდიან რუსები და თქვათ დიდი დღე აღარ უწერია ხო აქედან გამომდინარე ახლა არის შემდეგი სურათი ყველა საკვანძო მიმართულებაზე ჩრდილოეთით კუპიანსკის მხარეს ლიმანის ევერსკის მხარეს პოკროვსკის მხარეს და აქ მთლიან ზაპოროჟიის მიმართულებით გულიაიპოლეს მისადგომებთან რუსები ავითარებენ საკუთარ შეტევას ტემპები გაზრდილია წინა წლის ტემპებთან შედარებით ჯამურად წელს აიღეს მნიშვნელოვნად მეტი ტერიტორია ვიდრე წინა წელს და ამ ტემპებით იგულისხმება რომ თუ ვერ შეთანხმდნენ მომავალი 1 წლის განმავლობაში რუსები სავარაუდოდ აი იოლად აიღებენ აი ამ დარჩენილ ნაწილს დონეცკის ოლქისა ზაპოროჟიეს ოლქის მნიშვნელოვან ნაწილსაც აიღებენ დარჩენილს და შემდეგ უკვე მოლაპარაკებებში მოთხოვნას დააყენებენ რომ თუ გვინდათ შეთანხმება რაღაცა კიდე უფრო დიდი დათვით ხარკოვის ოლქში დაგვითმეთ რაღაც ტერიტორია ან მაგალითად ხერსონის აი ეს დნეპრს გაღმა არსებული ტერიტორია რაც არის გეოგრაფიულად სამხედრო თვალსაზრისით უმძიმესი დათმობა იქნება იმიტომ რომ დნეპრს გაღმა პლაცდარმს აიღებს რუსეთი ამიტომ უკრაინის მდგომარეობა ამ პირობებში არის რთული კი ეს პუნქტები რომელიც ჩამოწერილია ძიმე პუნქტებია უკრაინისთვის ეს შეგვიძლია ჩავკეთოთ ეს რუკა ძიმე პუნქტებია და არ არის ამაზე ადვილი წასვლა პოლიტიკური თვალსაზრისით ემოციური თვალსაზრისით უკრაინელებისთვის ახლა ტერიტორია არ დაგიკარგავს და უნდა გამოხვიდე უზარმაზარი ქალაქები და ხო 100,000-იანი 150,000-იანი ქალაქები იყო სლავენსკ კრამატორსკი ხო აქედან უნდა გახვიდე და თან თავარი თავდაცვითი ხაზები სადაც აშენებული მაგრამ ну ეგ ჩემი აზრით ეგ ძიმე გადაწყვეტილება ახლა თუ არ მიიღო უკრაინამ და რაღაცა ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს საკუთარ ხალხს საკუთარ სახელმწიფოს და რაღაც დროის მოგება მაინც არ სცადეს შემდგომ ცხადია ეგ საფრთხე ძალიან დიდია და ეგ რეალურია და ალბათ ეგრეც მოხდება რა პირობებითაც არ უნდა დაიდოს ახლა ზავი ეს ომი პრაქტიკულად განწირული იქნება განახლებისთვის ეს და თან რუსეთს შემდეგ უპირატესობა იქნება უფრო მეტი უბრალოდ ეხლავე ეს უპირატესობა იქნება დინამიკაში მზარდი და მით უმეტეს სანამ ტრამპია უკრაინის მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება შეიძლება ახლა ადამიანი რომელიც წლების განმავლობაში ჩვენ თვალს გვადევნებს თავიდან არ გვეთანხმებოდა მაგრამ ეხლა ნუ ერთ-ერთი რასაც ვამბობდით ეგ ხდება და ეხლა გვეთანხმება იმიტომ რომ ფაქტია და აი შეიძლება შეგვეკითხოს თქვენ საიდან იცოდით რომ ეს ასე მოხდებოდა ესა რაზე რის საფუძველზე მსჯელობდით რომ პროცესები ამ მიმართულებით განვითარდებოდა ძალიან მარტივი ლოგიკური საკითხებზე დაყრდნობით პირველი ეს არის გეოპოლიტიკური ინტერესები მეორე ეს არის რესურსები და მესამე არის მზაობა როგორც ასეთი პირველი რაც ვთქვი გეოპოლიტიკური მოცემულობა ამ კონფლიქტში ცხადია რომ რუსეთის სასარგებლოდ არის ანუ რუსეთს მეტი აქვს ყველაფერი რომ უკრაინაში მიაღწიოს იმას რაც მას უნდა ანუ ყველანაირი ინსტრუმენტი აქვს ამისთვის ცოცხალი ძალის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის პოლიტიკური სიმყარე ანუ არ არსებობს დამავკოლებელი ფაქტორი რუსეთის მხრიდან ხო აი მითხარით რა არის დამავკოლებელი ფაქტორი რა ძლიერი მხარეა ფიზიკური ყველანაირად ძლიერი მხარე ანუ არა მარტო ობიექტურად უკრაინის წინაშე გულისხმობ აი პუტინი იმდენად ერთპიროვნულად მართავს იმდენად ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს და საპირწონე კონკურენტი არ ყავს შიდა პოლიტიკურ სივრცეში რომ ალტერნატიული აზრიც კი არ არსებობს რუსეთში ვინც იყო ან ცოცხალი არ არის ან იმდენად მარგინალიზირებულია რომ
რუსები მას არ უსმენენ, ან გაქცეულია რუსეთიდან. ანუ რუსეთი საკუთარ შესაძლებლობებს შიდა რესურსებს იყენებს მაქსიმალურად, იმიტომ რომ ერთპიროვნულად იმართება ქვეყანა. და ხალხია ავად თუ კარგად პროპაგანდით თუ როგორ ეგ ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, ემორჩილება ამ მართლობას. უკრაინაში სხვა ვითარება, უკრაინა არის ბევრად უფრო დაქსაქსული, უამრავი პარტია, უამრავი შეხედულება, რაღაც თვალსაზრისით მოხდა კონსოლიდაცია საერთო მტრის წინააღმდეგ, მაგრამ ეხლა უკვე ჩვენ ძალიან ღრმა კრიზისს თვალს ვადევნებთ. შეთაშორის ზელენსკის პარტიაშიც კი, თვითონ ზელენსკის პარტიაშიც სერიოზული შიდა კრიზისია და დიდი ალბათობით ამ შედეგებს ვიხილავთ უახლოეს მომავალში და მეორე საკითხია დასავლეთი არ აპირებს უკრაინის სასარგებლოდ უკრაინის მხარეს ომს. მორჩა უკვე გადაწყვეტილი. მაგის მზაობა. ამის მზაობა არ აქვს. ტექნიკური შესაძლებლობები აქვს, რესურსები ნამდვილად აქვს, მაგრამ მზაობა არ აქვს. დასავლეთში, არც ევროპაში, არც ამერიკაში პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ ამ აზრის ფორმულირებას და ორგანიზებას, რომ ხალხმა მხარი დაუჭიროს ამ პოზიციას, რომ მოდი ახლა უკრაინას დავეხმაროთ, ჩვენს ჩავერთოთ ამ კონფლიქტში, იარაღი მივაწოდოთ და შემდეგ. იმიტომ რომ ობიექტური мотиваცია არ არის. იმიტომ რომ მზაობა არ არის. რა სჭირდება? რა თქმა უნდა, რუსისთვის არსებობს მზაობა, იმიტომ რომ მიაჩნია რომ მისია ერთი, ისტორიული გარკვეული ისა აქვს პრეტენზიები და მეორე ისეთი მართველი ყავს, რომელიც ამას ეფექტურად ულაგებს, აორგანიზებს, ამობილიზებს და ეხლა გერმანიის მოქალაქეს და ამერიკის მოქალაქისთვის ძნელია იმის გეოგრაფიის ენაზე რო ავხსნათ, გამოიტანეთ თუ შეიძლება რუკა. ნახეთ. აი რუსეთისთვის მის გულში არსებული უკრაინა გეოპოლიტიკურად უსაფრთხოების თვალსაზრისით ეთნიკურად რუსებით მნიშვნელოვანწილად დასახლებული, ძალიან ახლო ერით დასახლებული, მის გულში არსებული უკრაინა, რატომ არის ბევრად მნიშვნელოვანი ვიდრე ამერიკისთვის? აქ რა ხდება, იქ ხო გასაგები? ამერიკელ ამორჩეულს ხო ვერც აუხსნე აქ რა გინესაო. არათუ ვერც აუხსნი.